ჩინეთს არჩევნებში სააკაშვილმა სწორედ გურიაში მიიღო ყველაზე დაბალი შედეგი. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ჯვარდარობელო და თქვენთვის უკეთესია ასეთ მეთოდებშიც არ ჩავარდებული. ჩემო საფრანგეთის მოვლენები ჩემი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლების ნაწილი აქ გურიაში მაქვს გატარებული. სკოლის ასაკებზე ჩამოვდიოდი გურიაში. 12 წლის ოზურგეთის უნივერმაგის მშენებლობაზე მუშაობდი. უკვე ნასაკირალი შაის ფაბრიკაზე მუშაობდი. გურიაში ვისწავლე სწორედ ორგანიზებული შრომის ფასი. და ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს გურია და განსაკუთრებით მინდა დღეს რომ მოგეფეროთ ჩემს მეგობრებთან ერთად. დღეიდან თქვენ ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ხარ. გურულები ხასიათით და სულით მეამბოხეები ხარ. ყოველთვის პირველები ყავით თავისუფლებისათვის ბრძოლაში და დღესაც აი ნახეთ როგორ გაამართლეთ ყველაფერი. ამიტომ თქვენი განსაკუთრებული იმედი მაქვს იმ გეგმებში, რასაც ჩვენ გეგმავთ, რომ ოქტომბერში აუცილებლად უნდა გავიმართოთ. დღეს როგორც მასპინძლის დროში ისე მინდა რომ ვიყო და ჩემს მეგობრებსაც მინდა დაუთმო დროებით სცენა, რომლებიც გავოდნენ მოგეფერებიან ადგილობრივი ქალბატონის გათელა თოხაძეც მოგეფერებათ იმის შემდგომ, როდესაც ჩემი მეგობრები გამოვლენ, მე ისევ დაგებრუნდები. ეხლა კი მინდა სიტყვა გადავცე ლეგენდარული ქართული ხმების ანსამ ქართული ხმების ლოდვარს წამყვანს ამავდროულად წარსულში ჟურნალისტს, რომელმაც ჟურნალისტობა ხობად შემოიტოვა დღეს, ჰობია მისი, წერილობაც ჰობია, თუმცა ხობს აღარ დაარქვენ ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიაც აიღო ერთ-ერთმა მისმა ნაწარმოებმა. ბატონი თემურ ჭკვასელი.